აღმოაჩინეს ქოცებმა, რომ თურმე რესპუბლიკურ პარტიაშიც ინფილტრირებული არიან ეს ომის პარტია / deep state-ის ტიპები, რომელთა კაფეო წარმომადგენელი ყოფილა ჯო ვილსონი. ეხლა სულ მოუთქმელად ველოდები ეთყობა ჯერ უთარგმნიან ვილსონს ამ შედევრს. პასუხი. ხო. ნუ ეს არის რაღაც წარმოუდგენელი ბოდოა, რომ გლობალური შეთქმულება არსებობს, მაგრამ ყველა ბოდოაში არის თავისი რაღაცა მარცვალიც, ხო? მაგალითად, ამ ბოდვის ერთი მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო ნაწილია, რასაც ადრე მინიშნებით ამბობდა ოცნება, ეხლა ღიად თქვეს, რომ თურმე უკრაინა 2014 წლამდე იყო დამოუკიდებელი, ანუ იანუკოვიჩი თურმე დამოუკიდებელი ლიდერი ყოფილა და